სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ჩვენთან ასმებს. დღეს სამი თემა გვაქვს სასაუბროთ. სამ სხვადასხვა საკითხზე უნდა გესაუბროთ. პირველი არის, რა თქმა უნდა, იგავი უძღებიშვილის შესახებ. დღეს არის უძღებწოდებული უძღებიშვილის კვირა და ჩვენ წავიკითხეთ სახარებიდან იგავი უძღებიშვილის შესახებ. მე ამ იგავის შინაარს აღარ მოვყვები დაწვრილებით. უბრალოდ მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აუცილებლად სახარების კითხვისას უნდა დასვათ შეკითხვები. და აი იგავი უძღებიშვილის იგავთან დაკავშირებით, აი რა შეკითხვა შეიძლება დაისვას. ჩვენ წინა კვირას წავიკითხეთ იგავი მეზვერესა და ფარისეულს. სადაც შედარებული არის ერთმანეთს ორი ადამიანი, უბრალოდ ორი ადამიანის მიმართ დამოკიდებულება სინანულისა. ეს არის მეზვერე და ეს არის ფარისეული. დღესაც შედარებაზე არის, ეს იგავი არის დღესაც შედარებული არის აქ ოღონდ. დღეს არის შედარებული ორი მდგომარეობა ერთი და იმავე ადამიანის. ეს არის უძღებიშვილი. ეს არის უძღებიშვილი და აი სწორედ შეკითხვაც ეს არის. უძღებიშვილი, რომელიც არის ნამდვილი უფლისწული, რომელიც თავისი დიდარი და როგორც გადმოცემით ამბობენ, ეს არის ძველი აღთქმის წარმომადგენელი პატრიარქის შვილი და ადამიანი, რომელსაც არაფერი არ ატოვია და ვერ ისვენებს. მაინც მამას თხოვს, რომ იცეს რაც ეკუთვნის, რა ეკუთვნის, ისე არაფერი არ ეკუთვნის კანონის მიხედვით, მამა მაინც აძლევს ამას და ის მიდის სადღაც. თვითონ არის ის სადღაც ჩაურეულ ქვეყანაში. და ეს არის პირველი მდგომარეობა მისი. რომ მას არაფერი აკლია და მაინც რაღაცა უნდა. და რომ მიდის როგორც მოსალოდნელი იყო, გაფლანგავს თავის გონებას, საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ისევ იქიდანაც მოდის. და ღებულობს იქ გადაწყვეტილებას, რაც საბოლოო ჯამში განაპირობებს მის სახში დაბრუნებას და მის აყვანას პატრიარქის ხარისხში. აი ეს არის დაახლოებით სქემატურად ამ იგავის შინაარსი და შეკითხვაც სწორედ ესეთია. რა გადაწყვეტილება მიიღო მან მამის სახში ყოფნისას, რომ ასეთ საშინელ დღეში აღმოჩნდა, შემდეგ ღორების წვემსი გახდა. და რა მიიღო, როგორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როდესაც ღორების წვემსი იყო ისეთი, რომელიც გამოც შემდეგ ის გახდა პატრიარქი. აი რა განსხვავება. რა არის ეს მთავარი? და მე მოკლედ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რომ როდესაც იგი მამის სახში იმყოფებოდა, მე მინდა გაგახსენოთ ქართულ ენაზე ამ იგავს ქვია უძღებიშვილის შესახებ, ანუ უძღებშვილზეა ლაპარაკი და სხვა ენებზე სხვადასხვანაირად არის. მაგრამ ქართულად არის უძღებიშვილი და ძალიან კარგი თარგმანია ეს რა, ძალიან კარგი, იმიტომ რომ ქართული გამოთქმაც არის ეგეთი, რომ რით ვერ გაძღა შენი მუცელი. რით ვერ გაძღა შენი მული. აი რით ვერ გაძღა ეს ადამიანი მამის სახში. აი რით ვერ გაძღა და სწორედ აქ არის მთავარი ამბავი. რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ყველაფერი ჰქონდა, მას ჰქონდა ესეთი აზრი, მას ჰქონდა ესეთი დამოკიდებულება, რომ მისი კეთილდღეობა, მისი სულიერი მდგომარეობა დამოკიდებული არის გარემოზე. და ის თვლიდა, რომ მაინც არ არის ეს ყველაფერი საკმარისი. და როდესაც იგი წავიდა და გახდა ღორების წვემსი და ყველაფერი დაკარგა აბსოლუტურად, აი ის მიხვდა ყველაზე მთავარს ცხოვრებაში. რომ არაფერზე არ არის დამოკიდებული მისი მდგომარეობა და მისი გადაწყვეტილება. მთავარი არის გადაწყვეტილება. მთავარი არის გადაწყვეტილება, სწორი გადაწყვეტილება, რომელიც გარემო პირობებზე არ არის დამოკიდებული. და მან მიიღო ეს გადაწყვეტილება მამის სახში დაბრუნების ნებისმიერ პირობაზე. თანახმა იყო, ოღონდ აქედან წამოსული იყო და მამასთან დაბრუნებული. და სწორედ ეს არის დღეს აქ ყველაზე მნიშვნელოვანი. რომ ჩვენ დღეს დიდი მარხვის დაწყების წინ უნდა მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ერთი რომ უნდა აღვიაროთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ სწორედ ეს უძღებიშვილები, რომლებსაც ბევრი რამ მოგვეცა, ვერ გაუფრთხილდით და მიუხედავად ამისა, თუ ჩვენ გადავწყვეტით, რომ ჩვენ გვინდა ჩვენი მამის სახში.
ჩვენ ესე იგი არა მარტო პირადად ჩვენ არამედ კაცობრიობამ ისტორიულად დავკარგეთ ჩვენი დიდი სიკეთე რაც ღმერთმა მოგცა და ჩვენ ვიყავით სასუფეველში. ვიყავით და მივატოვეთ ეს სასუფეველი და წამოვიდეთ. ყველა ჩვენგანზე ეს პასუხისმგებელი. და აი დღეს სასუფეველიდან გამოგდებულ ადამიანებს შეგვიძლია სასუფეველში დაბრუნება თუ სწორად მოვიქცევით. პირველ რიგში თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, ჩვენს უკეთურებას, ჩვენ შეცდომებს და მეორე თუ ჩვენ გადავწყვიტავთ რომ დავბრუნდეთ. აი ეს გადაწყვეტილება არაფერზე არ არის დამოკიდებული, არც იმ დიდრეზე, არც საზოგადოებრივ მდგომარეობაზე, არაფერზე ქვეყანაზე. თუ გადაწყვეტს ადამიანი, ღმერთი ამაში უსწრებს. აი მის შესახებ არის დღევანდელი იგავი სახარებით. მეორე რაც მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი წმინდანის წმინდა პაოლა რომაელის ხსენება, რომელიც ჩვენთან სამწუხაროდ ნაკლებად არის ცნობილი და მე ორი სიტყვით მინდა ზუსტად პაოლას შესახებ მოგიყვეთ, უпростоრად კი არ მოგიყვეთ გაგაცნოთ ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ნაბიჯი გადავდგით ბატონი კოტე ყუბანეიშვილის დახმარებით, მას ვთხოვე მე მოუყევი წმინდა პაოლას შესახებ და მან დაწერა ლექსი, რომელიც ახლა მინდა წაგიკითხოთ. ჩემი სხეულის ყველა ნაწილი რომ იყოს ენა ვერც გადმოგცემდით თუ რა იყო პაოლას რწმენა და სიდიადეს კეთილშობილ ამ პიროვნების დააწერინა ვინც ვულგატა ნეტარ იერონიმს. წარმოშობითაც ასეთივე გქონდა გენი მას და არ იქნება აქ ზედმეტი გითხრათ მე მგონი რომ დედის მხრიდან ეკუთვნოდა სისხლით ენეასს და მამის მხრიდან კიდევ ყავდა აგამემნონი. პაოლა იყო უმდიდრესი ადამიანი, მაგრამ მის ბედში სულ სხვა რამე თურმე ეწერა და თუნდაც სიკვდილმა მიაყენა დიდი ზიანი. სულ ყველაფერი რაც გააჩნდა უფალს შესწირა. ქმარი, შვილების აყვარელი ყველა დაკარგა. მაგრამ წმენისგან უფლის ნებით არ დაიცალა, ქველმოქმედება საკუთარი გაათმაგა, ვულგატით ხელში ნეტარებით გარდაიცვალა. ყოვლის მთქმელია უფლის სიტყვა და მადლიანი, უსმენდა თავის მინათდება აზრით იმ წამსვე. პაოლა იყო სრულყოფილი ადამიანი, ვისაც საერთოდ უცხოვრია დედამიწაზე. და აი მეორე თემას ებმის მესამე თემა. ორიოდე დღის შემდეგ, სამშაბათს 10 თებერვალს მინდა ყველანი დაგპატიჟოთ. ყველა. დაგპატიჟოთ ჩემს დაბადების დღეს. და მოგიწვიოთ როგორც ბოლო პერიოდში ჩვენ უწოდებთ არაკულინარიულ ნადიმზე. რაც ძველ ქართულად ესე ჟღერს. ეს არის გრიგოლ ისმეტყველის ცხოვრებაში. ტაბლაი სულიერი და სანოვაგეი უნივთოი. ანუ უნივთო სანოვაგე იქნება სულიერ ტაბლაზე, სადაც ნაჩვენები იქნება. ეს არის კინოთეატრი ამირანი. 7-ის ნახევარზე რომ მოგძანდეთ, 7 საათზე დაიწყება ჩვენება, ორი ფილმის ჩვენება იწყება, იქნება რომელიც ორივე მიძღვნილი არის ჩვენი პატრიარქის 50 წლის იუბილეისადმი. წელს არის 59 წელი ჩვენი პატრიარქის აღსატრების. გაისად უკვე აი 25 დეკემბერი ეს იქნება მისი 59 წლის თავი აღსატრების და დაიწყება 50 წელი და აი იუბილეს უძღვნით. ეს არის მყინვარწვერთან დაკავშირებული ორი ფილმი, ერთს ქვია წირვა ბეთლემის შობის 2000 წლის შობა მყინვარის ბეთლემის გამყოფს და მეორეს ქვია ქართული ავე მარია, რომელშიც თქვენ მოისმენთ პატრიარქის მიერ დაწერილ ავე მარიას. ასე რომ ეპატიჟებით და აქ ესე იგი ფილმების შემდეგ წინასწარ საიდუმლოდ მინდა გითხრათ, რომ იქნება
აი სწორედ ბატონი კოტე ყუბანეიშვილის წიგნის პრეზენტაცია. აი რაც ახლა წაგიკითხეთ, წმინდა პაოლოზე ლექსია, აი ესეთი რამდენიმე ლექსია არის და ეს იქნება პირველი ტომი და აი ამ წიგნის პრეზენტაცია იქნება და მინდა მერე რომ ყველას დაგირიგოთ ეს წიგნები. ასე რომ გელოდებით სამშაბათს 10 თებერვალს საღამოს 7-ის ნახევარზე კინოთეატრ ამირანში ეს არის თბილისში ფილარმონიის შენობაში. მერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს მერტი.